საღამო მშვიდობისა. მივესალმებით რუსთავის ტელემაყურებელს და ლოტო 642-ის მოთამაშეს. მოგესალმებით პირველ რიგში ყველას ადამიანებს, ვინც შეიძინეთ ლოტო 642-ის ბილეთები, ახლა გვიყურებთ, თვალს გვადევნებთ და მზად ხართ, რომ მოიგოთ ესეთი არაჩვეულებრივი მსხვილი და მიმზიდველი თანხები, როგორც აი წითელი თეთრზე ჩანს. რომელიც შეადგენს, მოდი ერთად ვთქვათ, 800,000 და კიდე 9,477. კი ბატონო, 100-ია ნამდვილად და გარდა ამისა მეორე საპრიზო კატეგორიაშიც კარგი თანხა გვაქვს მოგროვებული ბატონო და შესაბამისად გაქვთ იმის შანსი, რომ კი ეს ძალიან მსხვილი და 9 მილიონამდე მიღწეული თანხაც მოიგოთ და მესამე საპრიზო კატეგორიაშიც სხვათა შორის მსხვილი თანხა 10,000 ლარს როგორც ვიცი გადასცა. ქონდა. გავათამაშეთ. ჩემ გარეშე. გავათამაშეთ. სამ ადამიანმა გაიყო სხვათა შორის. მაგრამ დღესაც ხუთზე მეტი არის ეს. კარგი მოწმულობა გვაქვს, შესაბამისად არ არის პრობლემა. ესე იგი ჯეკპოტი გვაქვს მილიონამდე, მეორე კატეგორია გვაქვს 9 მილიონი. თაკოს არ ყოფნა კარგად გვაქვს. და მე კიდე ზურას წასვლა და ხო დავიშალოთ. მოდი აქ, მოდი. მოკლედ დავიწყოთ ჩვენ წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და ახლა ღილაკზეა დამოკიდებული და რაც თავია ჩვენს ლოტოტრონზე რა კომბინაცია შემოგთავაზებს დღეს. ნახოთ წარმატებები 3 2 1 და ავხმაურდით ჩვენს ლოტოტრონთან ერთად და ნახოთ დღევანდელი კომბინაციები, დღევანდელი ციფრები, ფერები, მოკლედ ყველაფერი გვაინტერესებს და ვიცი რომ გაინტერესებს თქვენს ძალიან. და გახსნა დღევანდელი გათამაშება ციფრმა ნომერი 12. აჰა, საშუალო რიცხვით დავიწყეთ. კი ბატონო. დღეს რიცხვებში რაღაცა ჭირს. ის 8,900 რამდენია? რამდენია ჯეკ? 8,900 არა. 8,800. 21 გახლავთ მეორე მომგებიანი ბურთი და მესამეც აქვე დაგვეწია 35. ზურა ნუ მითხარ 12 21 35 და მეოთხე მომგებიანი ბურთიც მოგორავს ჩვენთან და 14 გახლავთ ის. ველოდებით მეხუთე მომგებიანი. მეხუთე უკვე ადგილზეა. და შემოგორდა. რა კარგი ბურთებია, რაღაცა კარგად მივდივარ ესეთი. მე ვფიქრობ რომ რაღაცა კარგი გამოვა ამ ვიდან. აბა ვნახოთ მე-6 ძირითადი ბურთი გახლავთ. ნომერი 37. და ბონუს რიცხვის დრო დადგა. ბონუს ბურთად შემოგთავაზეს. ყლაჩვენი. ლოტოტრონი ის გახლავთ ნომერი 40. გადავიმეოროთ კიდევ ერთხელ. გადავიმეოროთ. დავიწყოთ 12-ით. ვაგრძელებთ 21-ით. შემდეგ მოდის 35. 14. შემდეგ უკვე 19. 37 და ბონუს რიცხვი გახლავთ 40. აბა წარმატებები ყველას იყბალი თქვენ და ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა რომ ჯეკპოტი რამდენია მითხარი. ისას მოვარტყავთ. ხო მითხარი. პირდაპირ 10-ში. ჯეკპოტი რამდენია მითხარი? 8,977 ლარი. 800,000 არ არის. 8,900. შენ რაღაც უცნაურად წაიკითხე. აი ესე წავიღე ხო? აი რაღაც 800. თუ მაინც დავით მაგთემაზე გინდა ლაპარაკი, მოდი ვილაპარაკოთ პირდაპირ ეთერში. 8,900 ძალიან ცუდად ღირს და რაღაცნაირად 800,900. ხოდა მე გავატარე არ შევიჩინე. შესანიშნავია რაც არის და მოგებას გისურვებ. კი ბატონო. ახლა შედეგები უნდა გქონდეს, მაგრამ შედეგებამდე ერთხელ შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს ადგილები, სადაც შეგიძლიათ შეგიძინოთ ლოტო 642-ის ბილეთები. დავიწყებ იმით, რომ აი ესე ახლავე კომფორტულ გარემოში სახლიდან გაუსვლელად შევდივარ საიტზე www.loto.g მე ვყიდულობ ბილეთებს, ვავსებ ჩვენ სასწორ ციფრებით და მე სამშაბათს პარასკევს ვიგებთ მსხვილ თანხებს. ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით ლოტოჯი ხურები და დიდ სავაჭრო მოლებში მდებარეობს სერვის ცენტრები. მესამე კატეგორია დღესაც გავათამაშეთ. 2,393 ლარი გავათამაშეთ. ბატონო, ერთმა ადამიანმა მოიგო. გულოცავთ მას, მეოთხე კატეგორიაში გავათამაშეთ 1,656 ლარი გაიყო ორმა ადამიანმა, 828 ლარი გახლავთ მოგება ბილეთზე. მაგრამ მეხუთე კატეგორიებიც გათამაშდა როგორც ყოველთვის. აი ეს მიყვარს ხოლმე ეს მომენტი. ჯეკპოტი ხელუხლებელია, მეორე საპრიზო კატეგორია თავის ადგილზეა და გელოდება თქვენ, ერთ-ერთ თქვენგანს. ხოდა შეიძინეთ პარასკევისთვის ერთი ბილეთი მაინც. ბედნიერი საღამო. დროებით